მალტა მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა სახელმწიფოა სამხრეთ ევროპაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში მდებარე არქიპელაგზეა განლაგებული. ქარვისფერი ქვით აგებული უძველესი შენობები მალტის ქალაქებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორია სხვადასხვა კულტურის გავლენას განიცდიდა, ხოლო 1964 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მალტაზე ქართველი ემიგრანტები ძირითადად 1990-იანი წლებიდან ცხოვრობენ. დროთა განმავლობაში ქართული დიასპორა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო წლებში კი ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით არაერთი ღონისძიება ტარდება. მორიგ პროექტს, რომლის შესახებაც ჩვენ სიუჟეტში გიამბობთ, მალტის დედაქალაქი ვალეტა მასპინძლობს. ბაროკოს ეპოქის ხიბლი, ისტორიული შენობებით სავსე, ქუჩები და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვის არქიტექტურა მსოფლიოში. ეს ვალეტაა მალტის დედაქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და მას მსოფლიოდან არაერთი მოგზაური სტუმრობს. უკვე 10 წელზე მეტია, რაც მალტაზე ფუნქციონირებს ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. მორიგი პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ამ ისტორიულ შენობაში დაიწყება, გახლავთ ქართული კინოკადრი მალტაზე და მალტაზე მცხოვრები ქართველები იმოგზაურებენ ქართული ღვინისა და თეატრის ისტორიაში. ქალაქის ცენტრში მდებარე ეს ისტორიული შენობა 1560 წელს გაიხსნა და თავდაპირველად თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. წლების განმავლობაში მისი დანიშნულება რამდენჯერმე შეიცვალა. 2000 წლიდან კი ის მალტის ეროვნული შემოქმედებითი ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. პროექტი ქართული კინოკადრი მალტაზე მალტის ქართული კულტურის ცენტრმა, საქართველოს კინოაკადემიასთან თანამშრომლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა. მოხარული ვარ, რომ დღეს შედგა ძალიან კარგი კინოჩვენებები. დაესწრენ ადამიანები, რომლებიც საქართველოსთან შორს იმყოფებიან. და საერთოდ ზოგადად ძალიან კარგი ფაქტორია, რომ უკვე მრავალი წელია ჩვენ თანამშრომლობთ, საქართველოს კინოაკადემია თანამშრომლობს ქართული კულტურის ცენტრთან მალტაზე. ქალბატონ მაკალაშხთან და ქალბატონ ირინა ცერცვაძესთან და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე რამოდენიმეჯერ შედგა სხვადასხვა კინოჩვენებები და აღსანიშნავია, რომ კინოებიც ირჩევა ისეთი, რომლებიც სხვანაირად წარმოაჩენენ ქართულ კულტურას, ქართულ ესე იგი სიმდიდრეებს და ეს მეტად ემოციურად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ემიგრირებულები არიან ძირითადად, რომლებიც არიან შორს თავიანთი სამშობლოდან და რაღაცა იმ კარგ ემოციებს იწვევს და რაღაცა ცოტა ნოსტალგიურიც არის ნამდვილად. და ესე იგი პური და ღვინო გარდაიქმნება მის სისხლათა და ხორცად და ჩვენ მოგვეცემა შემდეგ საზიარებლად. კინოდარბაზში შეკრებილი ქართველებისთვის ორი ფილმის ჩვენება გაიმართა. მაყურებელს წარუდგინეს კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის მხატვრულ დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“, რომელიც საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. პროექტის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო კინორეჟისორ მანანა ანასაშვილის დოკუმენტური ფილმი „რობიკოს ტურუა“ რამდენიმე ეპიზოდი რეჟისორის ცხოვრებიდან. ფილმზე მუშაობა რეჟისორმა 2008 წელს დაიწყო და ის გვიჩვენებს, როგორ იქმნებოდა რობერტ ტურუას შემოქმედებაში ცნობილი სპექტაკლები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კინოაკადემია და მალტის ქართული კულტურის ცენტრი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ. პირველად ჩვენ ჩამოვედით 2022 წელს, როდესაც აქ ტარდებოდა ძალიან ცნობილი მალტის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული თეატრალები, კინო სპეციალისტები და ასე შემდეგ. და მაშინ იყო აქ ჩამოსული თვარსები 6 თუ 7 ქართული თეატრი, თავიანთი სპექტაკლებით, სხვადასხვა უფრო ძირითადად რაიონული თეატრები, ასევე ჩვენც ვუჩვენეთ კინოაკადემიიდან ფილმები. შემდეგ გახდით აი შარშან ოქტომბერში საოცარი დღეები გავატარეთ ბირგუს სანთლების ფესტივალზე. იქ კინოაკადემიამ წარმოადგინა ანიმაციური ფილმები და ასევე გიორგიოვაშვილის ახალი ფილმი „ყინვა და პატარა მოწაფე“. დღევანდელი აი ახლა რაც ჩავატარეთ, ესეც არის მალტის ქართული კულტურის
ძალიან დიდი დამსახურება კულტურის ცენტრის, მადლობა მინდა მათ მოუხადო. ერთის მხრივ თავისავად ჩვენი მონაწილეობის გამო, ჩემი ფილმის, ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის მონაწილეობის გამო ამ ღონისძიებაში და იმის გამოც რომ ამხელა სიხარული მიანიჭეს აქაურ ქართველებს, აქ მცხოვრებ ქართველებს, ასე ვიტყოდი აქაურ ქართველებს. მართლაც ეს მე მგონი თქვენც ნახეთ რომ შეფასებები იყო, როგორი შეფასებები იყო და როგორი გახარებულები იყვნენ რომ ეზიარენ აი ამ ორ ფილმს, რომელმაც მათ სიხარული ბედნიერება მოუტანა. ცხოვრობთ 18 წელია აქ ოჯახთან ერთად და ყოველთვის სისტემატურად ვესწრებით აქაურ კულტურის ნებისმიერ წამოწყებას, რაც ტარდება ხოლმე. არასოდეს არ გამოვტოვებთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დღევანდელი ორი ფილმიც, ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ემიგრანტებისთვის ასეთი ღონისძიებები და განსაკუთრებით მალტაზე შორს ვართ საქართველოდან და ქართული კულტურის ცენტრის წყალობით ხანდახან გვაქვს მსგავსი ღონისძიებები. უშუალოდ ეს ფილმის ჩვენება ჩემთვის პირადად იყო საოცარი ემოცია. აი ჟვანტელმა დამიარა ქართული სიმღერებით, ჩვენი კულტურის ჩვენებით. ემამ ქვია მე მალტელი ვარ. საქართველოში ცხოვრობდი 9 წელი და ვისწავლე იქ ქართულ ენას. ამ ფილმის მერე ისე გამახსენდა რა სიყვარულის და რა სიხარულით ცხოვრობენ ქართველებს, რა სიმდიდრე აქვთ მათ სულში და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. ეს კულტურული ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს ქართულ ემიგრანტებს და ახალგაზრდებს გავეცნოთ ჩვენს უძველეს კულტურას, ტრადიციებსა და მათ მნიშვნელობას. მალტაში ცხოვრობ 2 წლის ასაკიდან გავიზარდი აქ. თუმცა მასწავლებს ჩემ მშობლებმა როგორ მნიშვნელოვანია ის კავშირი, რომელიც გვაქვს საქართველოსთან და ქართულ ხალხთან. ჩვენ აქ ვართ უცხოეთში, ცოტაც გვაკრია ქართული რაღაც ჩვენებური ყველაფერი კულტურული, რასაც ქვიასაც მაკა და ირინა აკეთებენ ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყოველთვის მოხარულები ვართ, როგორც ჩამოვდი რამე ახალის ვანახებენ ეს ჩვენთვის დიდი საინტერესო არის და ყოველთვის ვეცდებით რომ დავცდილოთ რომ აქ ვიყოთ ყოველთვის დავესწროთ. ქართველებისათვის ძალიან დიდი სამშობლოს სიყვარულის გამოვლინება არის პატივცემულად პირველ რიგში. რომ მოდივართ და ვესწრებით ასეთ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აი ამაყები ვართ ქართველები, აი როცა ასეთ ღონისძიებებზე ასეთ ქართული სულის მადარებელი აი ფილმებიდან დაწყებული ხალხის ერთობას უყურებ, აი ძალიან კარგია. ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი მაკალაშხი მალტაზე 2009 წლიდან ცხოვრობს. იმისთვის, რომ ქართველ ემიგრანტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეენარჩუნებინათ კავშირი ეროვნულ ფესვებთან და უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ქართულ კულტურასთან, ირინა ცერცვაძესთან ერთად ცენტრის შექმნის იდეა გაჩნდა. დღეს მისი დამფუძნებლები მალტის გარდა კულტურულ პროექტებს ევროპის არაერთ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებენ. მე მალტაზე ჩამოვედი 2009 წელს. ჩემი ჩამოსვლის პერიოდისთვის როგორც მითხრეს, მხოლოდ 100 ქართველი ცხოვრობდა მალტაზე. თუმცა მას შემდეგ ამ წუთში როგორც ოფიციალური მონაცემები არ ვიცი, მაგრამ როგორც მეულებიან უკვე 1000-ობით ქართველი არის ჩამოსული. ანუ საკმაოდ დიდი დიასპორა. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ესეთი ძალიან ჩემი აზრით წარმატებული პროექტი, რომელიც გულისხმობს უცხოეთში მყოფი დიასპორული ორგანიზაციების ინიციატივების ხელშეწყობას. ძალიან ეხმარება უცხოეთში მცხოვრებ დიასპორულ ორგანიზაციებს და პიროვნებებს, რომელთაც შეუძლია თავიანთი ინიციატივები, თავიანთი აზრები ჩამოაყალიბონ პროექტის სახით და შემდეგ განახორციელონ, ამ ყველაფერს ძალიან უწყობენ ხელს. ჩვენ რამდენჯერმე მივიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში და რამდენიმე ძალიან წარმატებული პროექტით გამოხორციელებთ კიდეც. კულტურის ცენტრი ძალიან აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებაზე.
შესაბამისად 2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და მემორანდუმები გავაფორმეთ. ერთ-ერთი მათგანი არის Design Expo. ეს არის მალტის და არა მარტო მალტის ხელოვნების და კულტურის ხელშეწყობის ფონდი. და შედეგად 2025 წელს შარშან სექტემბერში ქართველმა ხელოვანებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში. რატო არის მნიშვნელოვანი ეს Design Expo? ეს არის ძალიან დიდი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ხელოვნების ყველა მიმართულებას და ერთდროულად მიმდინარეობს ვალეტაში რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, რაც ძალიან ზრდის მასშტაბურად, რაოდენობრივადაც და თვისობრივადაც ამ პროექტის მნიშვნელობას. ქართული კულტურის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებასთანაც, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ინგლისური ენის მაღალ პროფესიულ დონეზე შესწავლაში ეხმარება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Club Class-ში. ჩემი სახელია ლინდა. მე აქ სასწავლო პროცესის დირექტორი ვარ და ვზრუნავ ჩვენს ყველა საერთაშორისო სტუდენტზე. მაკალაშხს 2009 წლიდან ვიცნობ, როცა ის Club Class-ის სტუდენტი იყო. ის ფაქტობრივად ჩვენი პირველი ქართველი სტუდენტი იყო და მას შემდეგ სხვა ქართველი სტუდენტებიც დაგვაკავშირა. ახლა კი თავად ხელმძღვანელობს ქართულ კულტურულ ცენტრს, რაც ამყარებს ურთიერთობას მალტასა და საქართველოს შორის. ძალიან გვიხარია, რომ ქართველი სტუდენტები აქტიურად მოდიან ჩვენთან, რაც ამ სასწავლო დაწესებულებას განსაკუთრებულს ხდის არის ის, რომ ჩვენ ვართ საცხოვრებელი ტიპის ენის სკოლა და გვაქვს კამპუსი. ჩვენი კამპუსი მოიცავს სრულად აღჭურვილ სპორტდარბაზს, ღია საცურაო აუზს, ასევე ბევრ გასართობ აქტივობას. ასე რომ აქ მხოლოდ ენის სწავლა არ არის. ეს არის მოგონებების შექმნა და ახალი მეგობრების შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართული კინოკადრის შემდეგ მორიგი ღონისძიება ქალაქ სენტ-ჯულიანსში გაიმართა. ორგანიზატორებმა საქართველოს კინოაკადემიასთან ერთად მაყურებელს წარუდგინეს ყველასთვის საყვარელი, აღდგენილი და გაფერადებული ანიმაცია „წუნა და წრუწუნა“. მე ვარ ელისაბედ ბარდოსანიძე და ძალიან მომეწონა მულტფილმი. მე ვარ 7 წლის. მე მიყვარს მულტფილმი ძალიან და მუსიკებიც. ეს მულტფილმი რაც ნახე, ძალიან მიყვარს. მე ვარ 8 წლის და მქვია ანა მარია. მომეწონა და პირველში მომეწონა ის რომ ამოიყონეს როცა ჩავარდე და ის რომ ჩამოკიდე ცუდები. ასევე გაიმართა ფილმის სულიკო ოპერის ხმები ქართულ ფოლკლორში ჩვენება. დოკუმენტური ნამუშევარი პროექტ ცოცხალი არქივის ფარგლებში VPR ჯგუფმა მოამზადა. როგორც ღონისძიებაზე შეკრებილები აღნიშნავდნენ, მსგავსი შინაარსის პროექტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ემოციური იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. 12 წელიწადია უკვე ვცხოვრობ მალტაზე, ოჯახთან ერთად, მეუღლესთან ერთად და ჩემი ორი შვილიც აქ დაბადებულები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ესეთი ქართული ღონისძიებები, ჯერ იმიტომ რომ ქართველები ერთმანეთს ვნახულობ და ბავშვებს აქვს საშუალება სხვა ქართველი ბავშვები გაიცნოს და მეორეც ესეთი ქართული მულტფილმი, ქართული ფოლკლორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ძალიან სასიამოვნო იყო დღეს საღამოც ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის და თითეული ქართველისთვის. მალტაში ვცხოვრობ დაახლოებით 2 წელია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ღონისძიებებზე დასწრება, რაც ძალიან ხშირად ხდება ქალბატონი ირინა ცერცვაძის და მაკალაშხის მეშვეობით. 2022 წელს 250 ქართველი ხელოვანი შეიკრიბა მალტაზე და 2022 წლიდან დღემდე მეც აქტიურად ჩართული ყოველთვის მსიამოვნებს, როცა ვესწრები მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, რაც აქვს საქართველოს მალტასთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ უკვე წლებია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა კურთხევით ფუნქციონირებს ქართული სამრევლო და ქართველებს ღვთისმსახურებაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ. ასევე ფუნქციონირებს ქართული ბიბლიოთეკაც. დღემდე ჩამოდიან პრინციპში მამა გაბრიელი და მამა კირიონი იყვნენ პირველები, რომლებიც ამ დაარსების შემდეგ, ქართული სამრევლოს დაარსების შემდეგ, პირველები ჩამოვიდნენ მალტაზე. ამ წუთში იტალიიდან ისევ ჩამოდის თითქმის ყოველ თვესა გვაქვს წირვა ლოცვა, ისევ იტალიიდან ჩამოდის. მალტის ქართული კულტურის ცენტრი მომავალშიც არაერთ ღონისძიებას გეგმავს. შემოქმედებით კალენდარში უკვე მოინიშნა 2 ახალი პროექტი: მალტა Design Expo, რომელიც ქართველი ხელოვნების შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურება და ინიციატივა, რომელიც კინოხელოვნებაში ქალი რეჟისორების როლის მეტად წარმოჩენას ისახავს მიზნად.